გამარჯობა, მოკლედ დილიდან ძალიან სამწუხარო ამბავი გვაქვს საცნობა, რომ გიგი დააკავეს. აი ეს გიგი მილიონები რო შეჭამა, მილიონები თბილისის მერიის ბიუჯეტიდან და ოფიციალურად არც რო დაუმალია რა, რო იქურდა და იმამაძაღლა და ფული მოიპარა და თან ყველაფერი იმიტომ რომ მიშა მოეყვანა არჩევნების დროს, მაშინ ახსენდებოდა ჭყალებში დასაქმება რა, ეს წმინდა ეს კონდათ მოტივი რომ აი მე რა რომ ხალხის ფული იხარჯება, მთავარია მე ესენი მიშას მიცემენ ხმას და გასამართლებული ამ დანაშაულზე და შეწყალებული სალომე ზურაბიშვილის მიერ, კაცმა რომელმაც დიდი ოდენობით სახელმწიფო თანამდებობაზე მჯდომმა გაფლანგა ქვეყნის ფული. და დღეს რევოლუციონერია და ხელი გაიქნია გიგიმ, პორნო გიგიმ, რომელიც პრივატ საღამოებს აწყობდა და იქ ტრაქს ათამაშებდა მამაძაღლობის გულისთვის და ეხლა ბევრს უნდა თურმე ეშინოდეს და ბევრს უნდა მოერიდოს ხმის გაღება იმის გულისთვის, რომ აი ესეთი ოქროკაცი იქნა დაკავებული. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავის სახელი, ნუ გეშინიათ, ესენი ვერასოდეს ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, 1000-ჯერ უარესიც რო იყოს ბიძინა ივანიშვილის მაგივრად ხელისუფლებაში. რა ჩათლახი რა ნაბუზვარია თვითონ ბიძინა ივანიშვილი, ერთი უგულავა შეეკითხეთ, კარგად, როდესაც ხალხს უტყამდნენ ქუჩაში ესენი ნაცები, მაშინ რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა და იდეებს ესროდა, როგორ უნდა ეცემათ ხალხი ქუჩაში. მათ კოლაბორაციაზე ესენი არ ლაპარაკობენ. ალალი იყოს თქვენზე, თქვენი დედა მოყვა. უბრალოდ რა არის სამწუხარო, იცი? სამწუხარო არის ის, რომ ამათი ეგრეთ წოდებული დაკავება არის 3 დღიანი, საათნახევრიანი, 2 დღიანი, 4 საათნახევრიანი და არა მეტი. ეგენი თამაშობენ ნელ თამაშს და ცეკვავენ უფრო ნელ ტანგოს. ამიტომ ამ კოლაბორაციების ვისაც ჯერა, ის იმაზე მეტი ბრიყვია, ვიდრე ფიქრობენ, რომ ზოგ-ზოგიერთებს ააბრიყვებენ. ამიტომ უნდა იჯერებთ ამას, ნუ იქნებით ბრიყვები.